როგორ იქნება პირველი ქართული ნაღმტყორცნი საბრძოლო მანქანის კარი დღეს ექსკლუზიურად მოამბისთვის გაიღო. GMM 120-ის წარმოებას ქვეყანა უახლოეს მომავალში შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ დაიწყებს. დიდგორსა და ლაზიკასთან ერთად საერთაშორისო ბაზარზე GMM 120-იც გამოჩნდება. რა შესაძლებლობები და უპირატესობები აქვს დელტას ახალ პროდუქტს ლაშა მესხიგი ამბობთ. პირველი ქართული ნავთყორცნი სამხედრო საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე დელტა სპეციალურ სადგომზე დგას და ტესტირებას ელოდება. 6 ჯარისკაცზე გათვლილი თანამედროვე საბრძოლო მანქანის სერიული წარმოება შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება. მაღალი გამავლობის სამღერძიანი ავტომანქანის ბაზაზე 120 მმ-იანი ნაღმტყორცნია დამაგრებული, რომლის მთავარი უპირატესობა ბრძოლის ველზე სწრაფი მოქმედებაა. GMM 120 პოზიციის დაკავება ცეცხლის გახსნა და ადგილმონაცვლეობა 1 წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია. მანქანის არსენალი 60 ნაღმისგან შედგება, რომელსაც ქართული წარმოების მექანიზმი მსხვერპლს 8 კილომეტრამდე მანძილზე ესვრის. საბრძოლო დანადგარის სისწრაფეს თანამედროვე კომპიუტერული სისტემები და გასროლისას წარმოქმნილი უკუგდების სიმძიმის ნაკლებობა უზრუნველყოფს. თავისუფლად შეუძლია ისრულოს სხვადასხვა ტიპის როგორც საბჭოური, ასევე დასავლური ნაღმები, როგორც ერთი, ასევე 6 და 7 მუხტებით, ანუ გაძლიერებული ძლიერი მუხტებით. თავდაცვის სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ ახალი საბრძოლო მანქანა შესაბამის ტესტირებას წარმატებით გაივლის და ის მალე ექსპორტზე გავა. უწყებაში ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა GMM 120-მა ქართული შეიარაღებული ძალებიც გააძლიეროს. მისდამიხედვით თუ რა შედეგებს საჩვენებს გამოსცა, შეიძლება ასე ვთქვათ, კარგი ახალი პროდუქტი იყოს დელტასთვის სარეალიზაციოდ. ასევე განხილული იქნება თავდაცვის სამინისტროსთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამ ტესტირებებს გაართმევს თავს ეს აღნიშნული ტექნიკა და ჩვენ ქართულ შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ მივესალმებს გავსი ტექნიკის წარმოებას. ქართული საბრძოლო მანქანის უპირატესობის დასამტკიცებლად სპეციალისტები თითქმის იდენტურ რუსულ ნონა S-ზე საუბრობენ. სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით ქართული წარმოების მანქანა თანამედროვე გამოწვევებს უფრო მეტად პასუხობს. ჩვენი სისტემა უფრო მობილურია, იმ გაგებით რომ ბორბლებზეა და უფრო სწრაფია. თუმცა გამავლობით რა თქმა უნდა მუხლუხებიანი ჯობს, ეს ერთი. მეორე, ჩვენ სისტემაზე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ დაყენებულია უკვე ცეცხლის მართვის თანამედროვე აპარატურა. GMM 120 ოფიციალური სახელწოდება ჯერჯერობით არ აქვს. დელტას ინფორმაციით, მანქანის სახელწოდების შერჩევის პროცედურაში სპეციალისტების გარდა მოსახლეობის ჩართვაც იგეგმება.